მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე გადავიღებ Total Wars. ეს არის სტრატეგიული თამაში. რამდენიმე ვიდეო მიდევს არხზე, მაგრამ ბოლომდე არ გამიგრძელებია. ამიტომ დავიწყებ სულ თავიდან. ეს არის მეორე ნაწილი, რაც პირველ ნაწილს ბევრად ჯობია, მაგრამ ტექნიკა აქვს იგივე. დავიწყოთ ახალი კამპანია, სადაც გვაქვს ორი მაპი. პირველი მაპი არის ექსკლუზიურად Warhammer 2-ისთვის, მეორე არის პირველი და მეორეს გაერთიანება. აქ გვაქვს ძალიან ბევრი ფრაქცია, ზოგი გასახსნელიც მაქვს დაჟე. აქ არიან ელფები, ხვლიკები, ბნელი ელფები, ვირთხები, პირატები, ჩონჩხები, ადამიანები, ჯუჯები, ორკები, გობლინები, ვამპირები, ეს უფრო ნორსკა, ჩრდილოეთის ხალხი, მეტი ადამიანები, ელფები კიდევ და ძალიან ბევრი რა. ბოლოს აქ ამათ ქაოსი ქვია, ამათ ბისტმენები. ოკეი. მაგრამ ეს ყველა ფრაქცია არ არის ექსკლუზიურ მაპში, იმიტომ რომ ზოგი არის იქიდან პირველი Warhammer პირველიდან, ხო? ამიტომ ჯერ გავილი ექსკლუზიურ მაპს ყველა ფრაქციით, რა თქმა უნდა, და მერე უკვე მივხედავ დანარჩენს. პირველი ფრაქცია არის ტირიონი, ამიტომ ამით დავიწყებ. და გავყოფი ნელ-ნელა ყველას. მინდა რომ რიგრიგობით გავიარო რა, ჯერ ელფები, პირველი ნაწილი, მერე ლიზარდმენი იყოს თუნდაც, მერე ეს და ეს, ანუ თითო ფრაქცია ავიღო ყველაფრიდან და მე რაც დარჩება დანარჩენები. კამპანია ვერიხარდი, ბათლიც ჰარდზე მიყენია და დავიწყოთ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე. ინტროდუქციას დავსკიპავ ეხა და იმედია მალე ჩაიტვირთება. ელფები ჩემი საყვარელი ფრაქცია არ უარ მოგატყუოთ და აუცილებლად დაგანახებთ მათ მაქსიმალურ პოტენციალს. მიდი ცოტაც. ტირიონის კამპანიას აქვს თავისი ექსკლუზივები, ყველა კამპანიას აქვს, მაგრამ აი აქ თუ გადავალთ setting-ში შეგვიძლია რომ 50%-იანი upkeep, ანუ შენახვა კონდეს ხალხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რომ მიჯდება ხა 59 პულის ერთეული, სხვა ლორდზე დამიჯდებოდა 118. თამაშის ტექნიკა მარტივი არის, იწყებ ერთი კაპიტალით და უნდა გაზარდო მთელ მაპზე, ყველაფერი უნდა დაიპყრო. ჩვენი პირველი ენემი არის ბნელი ელფები და აუხსნათ აქ რა ხდება, ეხა უცებ ეს არის რიტუალები, რომელიც Warhammer-ში არ ქონდა, შეგვიძლია ფულის ანსოდ რაღაცები შევისყიდოთ. ელფებს აქვთ ინფლუენსი, ანუ ზეგავლენა, აქ ხა 0 გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია დავოგროვოთ და მერე გადავცვალოთ ასე ვთქვათ, ვიღაცას რომ თავი მოვაწონოთ, ვიღაცები შევუძლოთ ერთმანეთს. გვაქვს ასევე ტექნოლოგიები, რომელსაც დავარესერჩებ ეგრევე. პირველი მინდა რომ იყოს ეს reload time reduction-ი, რაც არის რომ 15% უფრო სწრაფად გადატენიან არჩერები. და როგორც იცით, არჩერები არის ელფების ერთ-ერთი ძლიერი მხარე. გვაქვს დიპლომატია, შეგვიძლია ვიღაცები შემოვირიგოთ. აი სიმაღლის მიხედვით რომ დავაყენო ხა. ამათ უკვე მოვწონვართ მომენტ. ელფებს ერთმანეთი მოწონთ, ეხა ეგ ძალიან გავრცელებული ფაქტია ამ თამაში. კაი. მგონი ამათთან შეგვიძლია რაღაცეები, კი, ბატონო. და ანუ ტრეიდს რო ვამყარებთ, უკვე აქ ჩდება მთელი მათი ტერიტორია. კიდევ ვინ არის ამათაც მგონი მოვწონვართ, როგორც მახსოვს. დიახ. ეს სამი ძალიან აუცილებელია, რომ არა აგრესიულები იყვნენ ჩვენ მიმართ, მათ ტერიტორიაზე ჩვენი არმიის შეყვანა რო შეგვეძლოს და ტრეიდი რა თქმა უნდა მეტი ფული. ძირითადად ეს სამია თავინახონე, როგორც მახსოვს, დანარჩენი მაინც და მაინც ვერაა კარგად განწყობილი. ამათი მოკლა ვაფშე მოგვიწევს მომავალში. ამას წავშლი
არ გვჭირდება ჯერჯერობით და ამას გავაძლიერებ. კაი, პირველ ბათლზე გადავიდეთ, ეხლა ვინაიდან ვერი ხარჯზე ვთამაშობთ, აქ უკვე არმია დაგვხვდა და ამათ უნდა შევდიოთ. და როგორც ხედავთ, ძალიან ცოტა არმია ყავს ჩვენ და ამათ დაჟე გარნიზონის ეხმარება სოფლიდან. და წაგებას გვიჩვენებს მოსალოდნელს, მაგრამ მე ვით ჩემით ვიბრძოლებ, თან პირველი ბრძოლაა და თან სტრატეგიას თუ ვიხმართ, შეიძლება რაღაც შანსები გაგუჩნდეს მოგების. ან თუ არა და შევასუსტებთ მაინც ენემის. ეს არის მაპი. აი მყვითელ ზოლს შეგვიძლია ჩვენი არმია ჩავაყენოთ, წითელ ზოლს შეიძლება ჩავაყენოთ ენემი. ჩვენ რა თვითონ ჩააყენებთ, როგორც გავუსწორდებათ. ეს არის დამხმარე ძალა, საიდანაც მოვა. და ვინაიდან ესეთი ცირთულის ბრძოლა გვაქვს, ყველანაირი ექსპლოიტი უნდა გამოვიყენოთ ამ თამაშის. რაც გულისხმობს, რომ მე ხედავ აქედან რომ ხალხი მოდის, მე ვიცი რომ ჯერ გამოვლენ მარჯვენა მხრიდან ისეთი ადამიანები, ვისაც უჭირავთ შუბი ან ხმალი, ასე შემდეგ, მერე გამოდიან ისეთი ადამიანები, ვინც არიან რეინჯდები და ბოლოს გამოდიან ესეთი single entity რაც ქვია. და ვინაიდან მე ეს ვიცი, აქეთ ჩავაყენებ spearman-ებს და მივიყვან იმ მეისრეებთან და მეისრეებს პირიქით დავაყენებ შუბოსნების წინააღმდეგ, რომ შევიდან ესროლონ. ხო, როგორ ვაპირებ ამის მოგებას ხა? ფენიქსით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფენიქსი არის ერთ-ერთი საუკეთესო unity დაწყებისთვის, მერე თუ ხდება, რომელსაც აქვს ესეთი შესაძლებლობა, რომ აი წრეში ჩამოყრის ცეცხლოვან ბურთს. რაც ისეთი ხალხისთვის, რომელთაც აქვს ცოტა დაცვა, აი 40 სიტყვაზე, ძალიან ეფექტურია. უცებ დავიწყებ ახლა ამას და აი როგორც ხედავთ, ჯერ გამოდიან ხმლები და შუბები, მერე მეისრეები. აქ გვინდა რომ ვიყოთ მაქსიმალურად თხილად, რომ ზუსტად ჩამოყაროთ ჩვენი ბომბები, იმიტომ რომ ძალიან კარგ დემიჯს აკეთებს. როგორც ხედავთ, კაი, შენ აქ წამოხვალ, შენ ამასთან, შენ აქ ერთი ბურთვე ჩამოვაგდო, ასე ტირიონი მოვაკ. შენ ისე გაყარო ვაფშე, როგორ მოგატყუო და შეგვიძლია აღვიჩქარო ცოტა. მიდი ესენი არ გაუშვა. ნუ ამათ ახლა დაიკარგებათ ბრძოლის განწყობა. როგორც ხედავთ, ეს არის წითლად არის სიცოცხლე, თეთრად არის ბრძოლის განწყობა. და თუ მეისრეები არიან, ყვითლად არის მათი ტყვია წამალი რამდენი აქვს დარჩენილი. ეხლა ეს ცოტა რომ გავასწრაფო აქ და ფენიქსს ასე მივიყვანო. ამათი გაქცევა არ გვაწყობს, ეხლა პირიქით ასე უნდა წავიდნენ აქ. კაი, ამათ უცებ უკან გამოვიყვან, იმიტომ რომ წინიდან მეორე არმია მოდის. ესენი გარბიან, როგორც ხედავთ. და აქ არის სადღაც მეორე არმია. ნუ შეიძლება ტყეში არიან და ვერ ხედავ ეხლა. ეს რითვერ მოკვდა. ეგ არის. ნუ დროშაოც ახატია, შეიძლება მოbrunდნენ, მაგრამ ჩონჩხის თავი თუ დაეხატა, ესე იგი წასულია მაგაც აქ. კაი, როგორც ხედავთ, აქ მეორე არმია მოდის უკვე? თუ არ მოდის? არ მოდის. ოკეი. რატო არ მოდის ახლა, როგორ მოქმედებს თამაშის ტექნიკა? თუ ჩვენ ჩავიმევით, ასე ვთქვათ, ხელჩართულ ბრძოლაში, დამხმარე ძალასთან ისინი არ მოვლენ ჩვენთან, მაგრამ თუ სროლას დაუწყებთ კაი ხანი, მერე წამოვლენ. ეხლა ჩვენი სტრატეგიული გათვლა იქნება, რომ ეს წამოვიყვანოთ ვაფშე ასე. ამ ხარეს, იმიტომ რომ უფრო გაშლილი თემა არის, ავაჩქარებ ბოლომდე. და როგორც ხედავთ, ესენი არაფრის დიდებით არ წამოვლენ. იმიტომ რომ ჩვენ ვიტევთ, თვითონ რო ვიტევდნენ, ბაზარი არა. და კარგი რაც არის ეხლა,
ჩვენ არ გვაწყობს ამათთან ახლოს მისვლა, მაგრამ ყავს ბოლცროუერი, რომელიც ძალიან OP არის იმ თემაში, რომ ამათ შორიდან ესროლონ უკვე გადმოვიდა შეტევაზე და გვაწყობს. ამიტომ შეგვიძლია კარგი ტერიტორია დავიკავოთ აქ. მე ბოლცროუერი გავგზავნოთ, რომ ესროლოს და თვითონ გადმოვიდა შეტევაზე, როცა ჩვენ კარგი პოზიცია ვიკავია. ასე დავაყენეთ, მოდი. თან კარგი ის არის, რომ ცხენოსნები უფრო სწრაფად მოდიან. შესაბამისად, ეს არმია რო დაახლოებით ამ მხარეს იქნება, ცხენები უკვე ჩვენთან იქნებიან და მარტივად მოვუღებთ ბოლოს. თან ყავს შუბოსნები, რომელთაც ცხენების წინააღმდეგ კარგი თავდაცვა აქვთ და მარტივად კლავენ. ხო, ცოტა ნელი რაღაცა, სულ 4x-ზე მქონეს აჩქარებული, მაინც მოძრაობენ. სანამ ისინი აქ მოვიდნენ, შეგვიძლია დავუკვირდეთ დიდებულ ტირიონს, როგორ თამად გამოიყურება. დავუსვით ცეცხლოვანი ხმლით. აჰა, ესენი მოვიდნენ უკვე აზრზე? ოკეი. კარგი, ეხლა მე მინდა, რომ ლორდს დავუწყო სამაცროლა, იმიტომ რომ ლორდი ყველაზე რთულად კვდება აქედან. და ვნახოთ რამხელა რეინჯის დაკავება შეგვიძლია ეხლა აქ, შეგვიძლია ახლოს მივიდეთ უფრო. კაი. სა ჩვენი ლიმიტი. ეხლა სანამ ესენი აქ მოვლენ. კარგი, ცხენები სწრაფად არ მოძრაობენ, ესეც ალბათ გათვლილი აქვს AI-ს მისმის. არა, რა თქმა უნდა მოძრაობენ, მოგატყუეთ. ისევე შევამჩნიე, მაგრამ ეხლა დაგვრჩა ჩვენ 7 ცეცხლოვანი ბურთი. რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. კარგი, ნელა. აქ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. ეხლა ეს ალბათ სილე მგონი. ოდნავ. აქ მეორე ჩამოვაგდოთ, ეს კარგად მოხდა. აი, თქვენ უკან. ერთი ჩამოვაგდი აქ. კარგია. მეორე მიყვა. და იმათი ლორდის ნელა კვდება. შვენიერი. მე აქ ხა წამოვალ და ამათი ჩამოვაგდებ ერთ ორს. სავოცილე, ხო ვერ გადავ. კაი, მეორეც თქვენ. და მეისრებმა მინდა რომ მაინც ესროლოს ლორდს, იმიტომ რომ ლორდი რო კვდება, ან თამაშიდან გადის, ბრძოლის განწყობას მალევე კარგავენ. აქ კარგად უნდა ჩავავლო წესით. არა უშავს. და ცოტა ავაჩქაროთ ეხლა, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, აგებენ. ეხლა შეგვიძლია მაქსიმალურად ავაჩქაროთ და რაც შეიძლება მეტი მეისრე მოვკლათ. ანუ სანამ გარბიან, ესენი შეგვიძლია ან თამაში დავასრულოთ, ან უკეთესი ჯერ ხალხი მოვკლათ, მე თამაში დავასრულოთ. კარგი, ეხლა ერთი რაღაცა რაც არ გვჭირდება, არის რომ ეს ლორდი მოკვდეს. ეგ რაღაცა არ გვჭირდება, ვაზუსტებ, იმიტომ რომ ეს რომ მოკვდეს, ავტომატურად აიყვანენ ახალს, მაგრამ რომ არ მოკვდეს, დარჩებათ low HP ლორდი რა და ეგ მაწყობს. ამიტომ ძალიან არ გავეკიდოთ მაგას. დავასრულოთ ბრძოლა და როგორც ხედავთ, მარტო 10 კაცი დავკარგეთ, რაც ფაქტობრივად არაფერია. და ამათ მარტო 100 კაცი აქვს დარჩენილი, ოკეი. ესე გამოიყურება ბრძოლის შედეგი, რომელსაც მეუბნებოდა AI რომ წავაგებდი. მაგრამ ჩვენ ყავს ფენიქსი, რომელსაც 108 კილი დაიმსახურა. სწავლ. და ბრძოლის შემდეგ შეგვიძლია აუჩიოთ, რომ სიცოცხლე მოვიმატოთ, experience მოვიმატოთ თუ treasury და influence-იც გვემატება და ამიტომ ეს მაწყობს მე. ხა 10 კაცისთვის ვერ დავხარჯავ, სიმართლე გითხრათ ამას.
ესენი გაიქცნენ და ნუ სიცოცხლე ემატებათ, მაგრამ full HP-ის ჯობია ნახევარი იყოს. ლეველი მოგვემატა, შეგვიძლია გავიდეთ, მინდა რომ ყვითელ ხაზს გავყვი ასე, მაგრამ მოიცა. ხომ არ ჯობია რომ აუჩიო ამ შემთხვევაში ეს მხარე, იმიტომ რომ ამუნიციას გავზრდია ამათ. კიდე რას გავაკეთებ? Spear Minions-საც გავაძლიერებ და ბოლოს ამათ კი. მოდი ესე ვიზამ, ეს იყოს არმიის ლორდი. ნუ ბოლოს მაინც მომწევს ამის გაძლიერება, მაგრამ ამ შემთხვევაში მივაწვეთ, რომ ჩვენმა არჩერებმა რაც შეიძლება მეტი დემეჯი გააკეთონ. მოდი ამას აუტოზე გავუშვებ, იმიტომ რომ ბევრი ხალხი აღარ დამეკარგება. და კიდევ ერთხელ გაძლიერდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა campaign movement range, ანუ რაც შეიძლება შორს გადავადგილდეთ mapზე. აქ ავაშენებ, მოდი ამას growth-ი არის ყველაზე კაი რაღაცა, იმიტომ რომ გვიმატებს population slurps, რაც გვეხმარება რომ გავაძლიეროთ პროვინცია. კარგი, აქ ეხლა რაც მინდა გავაკეთო არის ახალი ლორდის აყვანა, აქ ჯერ ოღონდ რომერი, რომელი ჯობია. ან life-ი უნდა ვიყვანო, რაც incomes, okay, speed-ს არ აუშავს. ხო, ან life-ი უნდა ვიყვანო, ან მეტალი, იმიტომ რომ ეგ ორი არის ყველაზე ძერსკი. მოდი მეტალს ავიყვან ჯერ. ოღონდ მანდ არა, აი აქ. ანუ როცა ვერი ჰარდზე თამაშობ, ყველა გათვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და რაც შეიძლება მეტი არმია, რა თქმა უნდა, ამას ვშლი კი. პირველი turn-ი დამთავრდა, ეხლა ვასწრით, რომ ყველა ფრაქციამ თავისი ითამაშოს. და ამას წესით მეორე არმია უნდა ყავდეთ აქ, სადღაც არა. კაი, ბრასტოვიზე გაიქცნენ. ეს არ მოწყობდა, სიმართლე რო გითხრათ, დროს ავუჩქარებ. აჰა, ოკეი, ხედავ ჩემო კარგო. აი ხა აქ მოვედი მე. აქ ავიყვან მეორე ლორდს, რომელიც მჭირდება, ეს არის life-ი. და იყოს ეს არ აუშავს. და მეტი არჩერი. აი როგორც ხედავთ, აქ 153 ჯდება უკვე ამათ შენახვა, მაგრამ ამას უფრო იაფად აქვს. ნუ რაც მეტ ლორდს იყვან, არმიის ის უფრო იზრდება, ეხლა თავიდან 59 იყო, ეხლა 94-ზე ავიდა, ანუ იმიტომ რომ ორი ლორდი დავიმატეს ეხა ერთზე. ინფლუენსი გვემატება და დიდი იმედი მაქვს, რომ ესენი შეტევაზე გადმოვლენ. იმიტომ რომ ხა აქ მეტალ ლორდი გვაქვს, მეტალ ლორდი ნიშნავს, რომ უკვე ესენი არიან მეიჯები, იქ რო ავიდე ეხა. არჩმეიჯები და ყველას თავისი ძალა აქვს. ეხა ამას მაგალითად თავდაპირველად ექნება მარტო ეს, მაგრამ არ აუშავს. ეს რო გაძლიერდეს, ვაფშე ძალიან ძერსკი პიროვნება დადგება. ოჰო. ეხა ნახე რა მოხდა აქ. ესენი აქ გადმოვიდნენ, გასაგებია, მესმის თქვენი მეგობრებო, მაგრამ ესენი დარჩნენ მარტო. და ეხა გეტყვით, რატომ არის ეს ლორდი ყველაზე ტვინის ჭავა. მარტო აი ამას ავიღებ, მეტი არაფერი არ მინდა. და აი მარტო ორი კაცი მყავს და მთელი არმია დგას აქ, ხო? ეს არის თამაშის ექსპლოიტი, ესე ვთქვათ. ხო, bolts thrower-ი რატო არის კიდე კარგი? იმიტომ რომ შეუძლია ისეთი პროვინციებზე თავდასხმა, რომელთაც აქვს ისეთი კედელი აშენებული. ეხლა რო არ მქონოდა bolts thrower-ი, მომიწევდა რომ რაღაც დრო დამეხარჯა, რომ ამეშენებინა ბარიკადები და დამანგრევლები ასე. მაგრამ როცა bolts thrower-ია, შეგიძლია ავტომატურად
შეუტიო. კარგი, აქ რა ხდება? ეს არის Winds of Magic-ი, რომელიც წეღან არ ქონდა, იმიტომ რომ Mage Lord-ი არ ყავდა ისედაც. ამას просто აქ დავაყენებ და ამას გავუთიშავ. და როგორც ხედავთ, აქ არის tower-ები, რომელიც გვესვრის რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ხარ range-ში მაგ შემთხვევაში. ამ წითელ range-ში. ამიტომ მე ხა გვერდიდან მოული და ესეც კაი რაღაცა, ეს power-ს მისდის აქ, მეტი გოქ უფრო. და როგორც გითხარით, ეს არის ძალიან OP-ის ფელი. შელოცვა ესე ვთქვათ. თუ ეს ჩამოვუგდებ თავზე. ბრაპ, всё, მორჩა. ძალიან no-brainer-ია, მაგრამ AI-ის no-brainer-ია ზოგადად. და ძალიან ბევრ უფლებას აძლევენ, ამიტომ რაც მაძლევს თამაში ყველაფერს ვიყენებ. ეს ლორდი აქ უკან გას თავისთვის. ულიმიტოდ არ აქვს ეს რაღაც მომენტში ეს ნელა იცლება და ამიტომ დაგვჭირდება რომ ეს გამოვიყენოთ. ანუ ეს რაღაცა ზრდის ამ სკალას და ეს სკალა რო იცლება, ეს იზრდება. თუ ბოლომდე დაიცალა, ბოლოს ეს აღარ გაიზრდება და მორჩა. მაგრამ ჯერჯერობით ამ თამაშისთვის გვეყოფა. შვენიერი. და თუ საკმარის დემეიჯს გავაკეთებ, რაც ის იმედიც მაქვს. ეს ლორდიც დაკარგავს ლიდერშიპს და გაიქცევა ბოლოს. ეს ჩავრთვა უცებ. ეს სულ არ მოქმედებს, ეხლა რაღაც დროის მერე. ოპა, ეს არ გვაწყობდა. ხო, რატო არ გვაწყობდა, რატო არის რაღაცნაირი მომენტი. ზოგადად AI გარეთ არ გამოდის თავდასხმაზე, იმიტომ რომ ესია დაპროგრამებული. მე აქედან რამდენიც არ უნდა ვესროლ და ურტყა, გარეთ არ გამოვა რა შეტევაზე. ეს ჩამოვავთ ცადმე, აგერ ეს ჩავრთოთ, აი უკვე აღარ უმატებს თითქმის და დაახლოებით 5 წელი ესეთი გასროლა მაქვს დარჩენილი, ამიტომ ჭკვიანად უნდა გამოვიყენო. თუ ამათმა ბრძოლის უნარიანობა არ დაკარგეს, განწყობა ბოლომდე მომიწევს ხელჩართული ბრძოლა და ხელჩართული ბრძოლაშთვის არაფერი არ აქვს ჩათვალეთ. ესეც მოვა და ას მარტოა დარჩენილი. ოკეი, აქ ეხა ამათვის არ შეგვიტევე და აი ესენი ძალიან ცუდად განა რა, ეს არ მომწონს. აი ეგრე რა. გადმოსხვა მხარის. ძალიან არ წახვიდეთო. დაახლოებით 3 წელი დამჭა ალბათ. მოთქვენ ამას ესროლით. ესეც ასე. დაკარგეს შემართება და ეს უბრალოდ ერთი კაცით ავიღეთ მთელი ქალაქი. ოღონდ ეს მოქმედებს მარტო ისეთ ქალაქებზე, რომელთაც აქვთ კედლები. სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია მსგავსი ექსპლუატაციის გაწევა. აქ ავიღებ ამას და ჩვენ ტირიონი წამოვა აქეთ მხარეს ამათ მოსაკლავად. ოღონდ მე არ ვიცი რა გავაკეთო ან. აქ ვერასწრებენ მოსვლას როგორც ხედავთ. და ამათ ესე პარპაშიც არ მოწყობს. ან მე ვცდილობ რომ შეიძლება ნაკლებ თორნში მოკლა ყველა. კაი, აქ გონი ავტოზე რო გავუშვა დიდი არაფერი არ დამაკლდება.
ეს რატო გავაკეთე? ინფლუენსი მინდოდა, მაგრამ ოკეი. ესე შეგვიძლია მოვიყვანოთ და მეტი არმია გადავაბაროთ ამ კაცს. თქვენ წამოხვალ ცოტა წინ. აქ ამას ვაძლიერებთ. კიდე რა მინდოდა ამაში? პირველი ალბათ რა. და ერთი ქალაქი აქვს დარჩენილი ამათ. ესე ძალიან მაგარი ლორდია, ამის საწყისი ძალები არის ეს პატარა აფეთქება და სიცოცხლის მომატება. აფეთქებაც თავისას რაღაცა შრება, მაგრამ სიცოცხლის მომატება არის გადამწყვეტი მომენტი აქ. იმიტომ რომ ჩათვალეთ შეგვიძლია ვიღაცას ულიმიტო ცოცხლი მისცე. რასაც ცალკე ექსპლუატაცია აქვს, მაგასაც განახილეთ. მაგიტომ თქვი რომ მეიჯი და life მეიჯი და metal მეიჯი უფრო თემა არა. კაი, რაღაც მისიებიც გვაქვს შესრულებელი. ეს თავარი მისია ხა ის არის რომ რაღაცები უნდა მოკლათ აქ, ხო, ესე უნდა მოკლათ საბოლოო ჯამში. ბოლო მოუღეთო რა. კაი, ეს ვაჩერო ცოტა ხანი. ეს არა, პირიქით ბოდიში. თქვენ გადმოხვალთ აქ. მოიცა ერთი კაცი დაგვრჩა. და ეს შეუტევს არავინ არ კვდება, ყველა ბედნიერია. და ოკუპაცია. მისია შევასრულეთ, იმიტომ რომ ესენი მოვყალით. და რაღაცა მოგცა მგონი ორი წამი, ჯერ ეს გავაძლიერო. მეიჯებზე უეჭველი ამ გზით უნდა წახვიდე, იმიტომ რომ არმიის გზას აზრი არ აქვს. კი, ეს მოგცა, ეს მოდი ამას დავუყენოთ. ესეც ამას დავუყენოთ. კიდე რა გვაქვს აქ? ეს მოგცა, ხო, ეს დავინახე. ეს შეგვიძლია სხვა ლორს დავუყენოთ, მაგალითად. ამას. ერთგვარი გაძლიერებებია ეგ. ეხლა ამ ტაკ წამოვალ. და ესეც დამოვიწყდა, ხო არ გადავ. წეგან ესე უნდა ამეყვანა იდეაში, იმიტომ რომ ბარე ჩავაბარები თქო. მაგრამ ოკეი. არა, პრობლემა აქედან ავიყვან. და ეს რა თქმა უნდა გვინდა პირველ რიგში პლაზა, რაც public order-ს გვიმატებს, ეს რაღაცა public order-ი -100-ზე თუ ავა აჯანყება დაიწყება, ასევე გვინდა ზრდა, რა თქმა უნდა. და ეს წავშალო, აქ უკვე გზა იყოფა ორად. ან უნდა აიღო ეს, რაც მოგცემს საშუალებას, რომ გმირი აიღო ახალი. ან ფული რა. და ამ მომენტში მირჩევნია, რომ ეს ავიღო გმირი ახალი და მერე დავანგრიო და მერე წავაშენო რა. უფრო თემა. გმირი და ლორდი განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ გმირი ცალკეული რაღაცა არის, რომელსაც შეგვიძლია მაპზე იაროს და რაღაცებს ინტერაქცია შეუძლია კიდე, ხო? მაგასაც განახებთ აუცილებლად. პირველი პროვინცია გამთლიანდა და აქ შეგვიძლია უკვე აურჩიოთ დამატებითი უპირატესობა, რაც იქნება growth plus 20%, ანუ ამას მოგვიმატებს უფრო. რავი, პირველი მოვიშორა, ჩემი აზრით, პირველი ეპიზოდისთვის საკმარისია. თან ძალიან არ მინდა რომ გამიწელოს, შემდეგ ეპიზოდში აუცილებლად დავესხმებით თავს ჩვენს მოძმე ელფებს, მაგრამ იმიტომ დავესხმებით, რომ ესენი მაინც და მაინც ჩვენთან არ ურთიერთობენ ისე კარგად როგორც სიტყვაზე ესენი. მოიცა, ამათან თუ ტრეიდი დავიჭირე ხა, ოპა, ესეც და მეც აღარ მოგთხოვ. всё. ამათი დამეგობრებაც გვაწყობს რა, იმიტომ რომ ბევრი ტერიტორია აქვს, როგორც 5 დასახლება აქვს და თუ საკმარისად მოვაწონეთ თავი, შეგვიძლია რომ კონფედერაცია ჩაურთოთ და ანუ გავუერთიანოთ სამეფო რა, ჩვენ შემოვიერთოთ. ამიტომ აქ დავასრულებ მეორე ეპიზოდს, მეორეს კი არა პირველს და მეორე ეპიზოდის ჩაწერასაც დავიწყებ უკვე, იმიტომ რომ
ბარი მგვამზე ვარ და რაღაცები რო აღარ დამავიწყდეს რა, ბოლომდე მივიყვანო. ამიტომ გემშვიდობებით და შემდეგ შეხვედრამდე.